მოგესალმებით. მოასწარით ამ რიტუალის გაკეთება, იმიტომ რომ ეს კეთდება წელიწადში ერთხელ, მხოლოდ სავსე მთვარობისას და ხსნის ყველანაირ გზას. გზას სიყვარულისას, გზას ფულისას, გზას ბედნიერებისას, გზას წარმატებისას, გზას საქმისას, გზას ბიზნესისას, სამსახურისა და ასე შემდეგ. ინვენტარი ძალიან მარტივია, ანუ ინვენტარი კი არა მასალა, რაც გვჭირდება. ეს არის ჩვეულებრივი კვერცხი, სოფლის უკეთესია, უმჯობესია თუ იქნება სოფლის კვერცხი. დაგვჭირდება 2 სანთელი, უნდა იყოს სასურველია გრძელი და ვიწრო, სასურველი კი არა მნიშვნელოვანია. და მე ხა ნაწილი უკვე გავაკეთე, რომ დიდი დრო არ წავიდეს. ხო, თეფშის ჩვეულებრივი სამზარეულოს ამ თეფს გამოიყენებთ შემდეგაც და მარილი. ვანთებთ, ხო, ახლა დამოვიდა მთავარი ინსტრუმენტი, ეს ჩემი ინსტრუმენტია, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ მახათი, სქელი ნემსი, სქელი ბულავკა, მოკეთ მახვილი თავი უნდა გქონდეს და ცოტა მსხვილი უნდა იყოს. ვანთებთ სანთელს, არ ვამბობთ არაფერს და ვიწყებთ კვერცხის დაფარვას. ოღონდ თავი და ბოლო არ უნდა იყოს დაფარული, მხოლოდ გვერდებს ვფარავთ. არ ვამბობთ არაფერს ამ დროს. და ესე ვფარავთ კვერცხის გვერდებს, შეიძლება ჩაქრეს, არ არის ეს პრობლემა. მხოლოდ გვერდებს ვფარავთ, არაფერს არ ვამბობთ და კიდევ ერთხელ ვიმეორებ. კეთდება წელიწადში ერთხელ, მხოლოდ სავსე მთვარობისას, დღეს გვაქვს სავსე მთვარობა და მოასწარით, არაფერი ისეთი არ არის საჭირო, რაც არ მოგიპოვებათ სახლში. ცოტა გვიან მომიწია ვიდეოს ჩაწერა, მაგრამ არა უშავს, თუ გულით მოინდობთ, ყველაფერს გააკეთებთ. აუცილებლად სავსე მთვარობისას, აუცილებლად მხოლოდ წელიწადში ერთხელ. მე რო ის გავაკეთე, საოცრებები მოხდა ჩემ ცხოვრებაში, იმიტომ რომ მქონდა ძალიან რთული პერიოდი, 6 წლის წინ, მქონდა ყველაფერი ჩაკეტილი, ყველაფერი დაპაუზებული. არ მქონდა სამსახური, მოკეთ ფინანსური კრიზისიც მქონდა და ასე შემდეგ, ძალიან ბევრი პრობლემა და ზუსტად ამ რიტუალის შემდეგ დაიწყო ჩემ საყვარელ პროფესიაში შემოსვლა, წარმატებები, ფულის შემოსვლა, ბევრი შენაძენი და ყველაფერი კარგი. მეორედ ვაკეთებ ახლა ამას, თქვენ თვალწინ. ისე გირჩევდით, რომ რამდენიმე კვერცხი გქონოდეთ, იმიტომ რომ თუ ვინ იცობა და გაგიფუჭდათ, რომ გააკეთოთ მეორე. ძალიან ძლიერი რიტუალია, ხალხო, აი უძლიერესი არის. უძლიერესი რიტუალია. როგორც გითხარით, აი ისეთი შეუძლებელი არაფერი არ გვჭირდება, მარილი, სამზარეულოს თეფში, სანთელი, კვერცხი და მახვილი. იარაღი რომ ნახავთ რატო გვჭირდება ეს მახვილი. იარაღი. აუცილებლად გააკეთეთ დღესვე ეს და თუ მაინც და ვერ მოგიხერხდებათ, შემდეგი სავსე მთვარეობა არ გამოტევთ. მადლობას მეტყვით, ვიცი რომ მადლობას მეტყვით. იმიტომ რომ სასწაულმოქმედი რიტუალია. არ დაგავიწყდეთ თავი და ბოლო კვერცხის არ უნდა დაიფაროს საფრის ცვილით. დანარჩენი ნაწილი აბსოლუტურად იფარება თაფლის ცვილით და ამ დროს არაფრის თქმა არ არის საჭირო. ყველაფერს ხსნით ძალიან დაწვრილებით, ძალიან დეტალურად. ზედმეტი კითხვები ძალიან ვთხოვთ, არ დამისვათ, თუ რამე ვერ გაიგეთ, ნახეთ. კიდევ და კიდევ ნახეთ ეს ვიდეო და გააკეთეთ. რთული არაფერი არ არის ამაში, აი აბსოლუტურად რთული არაფერი არ არის ამაში. აი ნახეთ როგორ ვფარავთ ცვილით, აი ეს თავი და ბოლო არის დავფარავი.
სამთელი უნდა იყოს ეკლესიის, არ უნდა იყოს მუქი სამთელი, ხო? ვიცით რომ იყიდება შეფერილი სამთლები, შავი სამთლები, მწვანე სამთლები, წითელი სამთლები, არა, უნდა იყოს ეკლესიის სამთელი, აი ყველა დეტალს რაც შეიძლება დაწვრილებით გიხსნით. რომ არ გაგიჩნდეთ რაიმე კითხვა, გავგებრობა, ყველაფერს ძალიან დაწვრილებით გიხსნით. რიტუალი არის გამოცდილი, როგორც გითხარით. ისიც არაფერს არ გასწავლეთ ხალხურის შედეგიც მე არ ვიცი. რაც მე არ გამომიცდია. ყველაფერი არის დატესტილი ჩემს მიერ. შეგახსენებთ რომ მე ვარ ნათია შაი და ძალიან გთხოვთ, ეს მე ძალიან მჭირდება რომ დალაიქოთ, გამოიწეროთ არხი და გააზიაროთ რამდენ ადამიანს სჭირდება ეს რიტუალი, რომელიც შეიძლება გაგიკეთოთ მაგმა და ამას შეაიღოს რამდენიმე 1000. ამიტომ გააზიარეთ ეს რიტუალი, რომ ნახოთ სხვა ადამიანებმა ეს თქვენთვის კარგად იმუშავებს, იმიტომ რომ თქვენი მხრიდან ეს იქნება ძალიან დიდი სიკეთე და მე ძალიან დამეხმარება. ამ თუ იცით, ყავთ მეგობარი, ნათესავი ოჯახის წევრი, ვინც ჩაკეტილი, ასე ვთქვათ, არ უმართლებს რაღაცეებში და უნდა რომ გქონდეს წარმატება, უცბად გადაუგზავნეთ ეს ვიდეო მას. ასევე ვიტყვი ჩემი ტელეფონის ნომერს, რაც შეგიძლიათ დამიკავშირდეთ, ეს არის 591233507. აქტიურია WhatsApp-ზეც და Viber-ზეც. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, 591233507. აქტიურია Viber-ზეც და WhatsApp-ზეც. შეიძლება კარგად. კარგად. დავფაროთ ცვილით და ვტოვებთ მხოლოდ თავსა და ბოლოში ცარიელ ნაწილებს. ეხლა უბრალოდ ვაბრუნებ, ვნახულობ, სადმე ხო არ არის კიდე რამე დარჩენილი წარიელი ადგილი და გადავალ შემდეგ ნაწილზე. ხალხს საოცრება ეს რიტუალი და მართლა გირჩევთ რომ გააკეთოთ. მე ვიცი რომ საოცარ გულწრფელ მადლობას მივიღებ ამისთვის თქვენგან. მინდა გითხრათ რომ მაისის თვეში გუშინ TikTok არხზე დავაანონსე, მაისის თვეში ამ საოცარი რიტუალთან მაქვს აი ზღაპრული ფასდაკლება, როგორც წარმოიდგენთ ისეთი და მოასწარით. ამაღამ 1 მაისს არის სავსებთვარობა, თუმცა ნებისმიერ სხვა სავსებთვარობაზე შეგიძლიათ გამოიყენოთ მხოლოდ წელიწადში ერთხელ. ეს ვიდეო შეინახება იქნება ყოველთვის ჩემს YouTube არხზე და წელიწადი რო გავა არ დაგავიწყდებათ და ნახავთ. დავფარე მთელი კვერცხი, თავი და ბოლოს გარეშე, ხოლმე უნდა უბრალოდ მინდა რომ გაჩვენოთ. აი ნახეთ, თავთან აქვს ცარიელი, დარჩენილი დაფარულია და ბოლოში. აი ამის შემდეგ უკვე ვიღებთ ესეთ რაღაცას, ვიჭერთ კვერცხს და ძალიან ნაზად თუ გაგიტყდათ და დაზიანდა კვერცხი, იცი რა მე ვფიქრობ, კიდე დავფარო რომ არ გაბდეს პატარა ადგილი დავტოვო ნაწილი. ანუ ეს ცვილი ამაგრებს კვერცხს. აუცილებლად კიდევ დავფარავ, რომ ძალიან პატარა ადგილი დარჩეს, რომ არ გამიფუჭდეს.
პატარა ხო ხდებით? პატარა ნაწილი დავტოვოთ, აქაც ისე დავფაროთ და პატარა ნაწილი დავტოვო. საკმარისია. ეხლა ვიღებთ, რომელი მხარეც უფრო ფასრია და ნელა. ეს არის მთავარი სირთულე ამ რიტუალის, ნელა. ძალიან ნელა. ყველაზე რთული, რომ არ გაგიბუჭდეთ. არ გაგიტყდეთ კვერცხით, დაგჭირდებათ. აი, თავარია პატარა ნახრეთი გავუკეთოთ, ახლა მინდა გაჩვენოთ, ნახეთ, თავარია ის პატარა ძუნა ნახრეთი გავუკეთოთ და მე უკვე საშიში არაფერი არ არის, გაიხრიტება. აი, უკვე გავხრიტე, ახლა უბრალოდ ოდნავ გავაფართოვებ ამას, იმ ხელაზე, რომ აი ეს ანთელი უნდა გავაცვლინო. თავარი არის არ იჩქაროთ და როგორც ბურღი ისე ჩაიყვანოთ, მე უკვე აღარ გაგიტყდებათ დიდი ალბათობით. ეს არის ყველაზე რთული ამ ამბავში. იმეტარი იმედია ჩაინიშნეთ მასალა. ეს არის კვერცხი, უმჯობესია სოფლის. სანთლები, ერთი მაინც უნდა იყოს გრძელი და ვიწრო. დარჩა სანთელს არ აქვს მნიშვნელობა, აუცილებლად ეკლესიის სანთელი, სხვა შეფერილი სანთლები ამ რიტუალში არ გამოგვადგება. ასანთი, მარილი, თებში და ბასრი საგანი, ვითინაც შევძლებთ კვერცხის გახრიტას თავში და ბოლოში. სულ ეს არის. ძალიან გთხოვთ, თუ რამეს ვერ გაიგებთ, უყურეთ ვიდეოს რამდენჯერმე, იმიტომ რომ ყველაფერს ვხსნით ძალიან დეტალურად. კეთდება წელიწადში ერთხელ, მხოლოდ და მხოლოდ სავსე მთვარობისას და დღეს 2026 წლის 1 მაისს გვაქვს სავსე მთვარე. არ დამიწეროთ კიდე როდის იქნება სავსე მთვარე, ამის ნახვა შეგიძლიათ Google-ში. ზოგჯერ მეცინება ისეთ რაღაცებზე, მე არ მაქვს პრობლემა, მომწერეთ ოღონდ ისეთ კითხვებზე წერენ, რომ აი თან ყველა ერთად თითქოს მე ვიყო Google-ი. რაც შეგიძლიათ თქვენ თვითონაც ნახოთ. არ არის რთული ამის გახრეტა, თავარია კარგად დაფაროთ ცვილით და მერე ფრთხილად გახრიტოთ. და მეორე მხარესაც ვაკეთებთ იგივეს. აი, დამიჯერეთ, თავარია აი ერთი ადგილი, როგორც ბურღის სიტყვაზე ისე გახრიტოთ და მერე არ არის პრობლემა. ნელა. აი, ერთი წერტილი რო ჩავიდეს, მორჩა, გადარჩენილები ვართ. ოპა. მე მგონი გადავრჩი. აქაც გავაკეთე. გავხრიტე. იქიდან ხედავთ უკვე როგორ გამოდის კვერცხის შიგთავსი. ხა ნელ-ნელა გავზრდით ამ ნახრეთს, რომ სანთელი გავიდეს მასში.
ასევე გეტყვით, რომ გუშინ დავაანონსე, რომ ამ რიტუალს გასწავლით გრანდიოზული ფასდაკლებით. ხალხო, ესეთ რიტუალში დამიჯერეთ, ასეთი შედეგის მომცემ რიტუალში მაგი გამოგართვებთ რამდენიმე ათას, იმიტომ რომ არის უძლიერესი რიტუალი. ცოტაც უნდა გავზარდო, რომ სანთელი გავატარო მასში. თუ გაგიტყდათ კვერცხი, თავიდან და გააკეთოთ. ამიტომ წამოიღეთ, იქონიათ რამდენიმე კვერცხი მაინც ყოველი შემთხვევისთვის. ფიქრობ, ამაში უკვე ადვილად გავა, გამოდის კვერცხი. მოიყვარა მთლიანად. ახლა რას ვაკეთებთ? ვიღებთ სანთელს, აი ნახეთ აბსოლუტურად მთელი შიგთავსი გადმოიყვარა და ვატარებთ აი ეს. გავატარეთ და ახლა ნაზად მომხრით. აი კვერცხი უნდა, უკაცრავად სანთელი უნდა იყოს გრძელი, იმიტომ ვამბობ, რომ აი ესეთი ბეჭედი უნდა გაკეთდეს მისგან. ხედავთ? ახლა ჯერ არ ვკრავთ ამას, ვანთებთ უკიდეთ ცეცხლს და აი ახლა ვამბობთ. ვანთებთ სანთელს და ვამბობთ. თქვენი კვერცხის, ასე ვთქვათ, გულით და ცილით, რა თქმა უნდა, დაისვა, რა ცოტა უჭერს, მაგრამ აუცილებლად აინთება. სხვა გზა არ აქვს უბრალოდ. აი ესე, ხო გითხარით? და აი ახლა უკვე თქვენი სიტყვებით ამბობთ, ვისი გზის გახსნაც გინდათ. და აი ამ სანთელმა და აი ამ რიტუალმა გახსნას და მომიტანოს ბედნიერი სიყვარული, ჯანმრთელობა, გამიხსნას წარმატების გზა, სიყვარულის გზა, ჯანმრთელობის გზა, იღბლის გზა, ფინანსური გზა. მომიტანოს ფინანსები, სიყვარული, ჯანმრთელობა, წარმატება, აღიარება, იღბალი, ხელის შეწყობა ჩემს პროექტებში, ჩემს საქმეებში. ამინ, ამინ, ამინ. ახლა რას ვაკეთებთ? აუცილებლად ხელით არ შევეროთ სული. აი ესე ნახე, ვამაგრებთ და აუცილებლად ხელით ვაქრობთ. აუცილებლად და ვკრავთ. აი ნახეთ, ვკრავთ. ეს არ უნდა გაიხსნას. აი ესე. შეგიძლიათ კვერცხზეც დაამაგროთ. აი ესე. ოღონდ არ გაკითხეთ, მე ეს უფრო მირჩევია, სანთელი მაძლევს სამის საშუალებას, რომ კვერცხი არ დავაზიანო და ეს რისკი არ გავწიე. აი. იმიტომ ვამბობ, რომ გრძელი სანთელი. ახლა რას აკეთებთ? ამას სავსე მთვარის ღამეს, ანუ ამაღამ, დებთ ლოგინთან, ლოგინის ქვეშ თუ გაქვთ შესაძლებელი ზღაპარი, ფეხების მხარეს, სადაც თქვენი ფეხებია, სადაც გძინავთ და ფეხები გაქვთ. ხოლო როცა გათენდება, იღებთ ამ კვერცხს, არავის არ ეუბნებით და ინახავთ. ოღონდაც არავითარ შემთხვევაში ახლოს, ანუ ტანსაცმელში არ ინახავთ, სადაც ტანსაცმელია თქვენი, არავითარ შემთხვევაში ისეთ ადგილას, სადაც ტანსაცმელთან არ გექნებათ შეხება. ინახავთ 40 დღე, არ ვიცი, ჩაინიშნეთ კალენდარში, ტელეფონზე 40 დღე. აი 51 დღეს არის ყველაზე კულმინაციური მომენტი ამ რიტუალის, ეკითხება ლოცვა და გრძელდება რიტუალი და ვისაც გსურთ. ამ რიტუალის შეძენა დამიკავშირდით ნომერზე 591 233 507
591 233 507 WhatsApp-ზე, Viber-ზე მომწერეთ ან მსოფლს გზების გახსნის რიტუალის შეძენა და მე გააგრძელებას გასწავლით, ლოცვას მოგწერთ და ასევე შეგიძლიათ მომწეროთ Facebook გვერდზე რეიქი მკურნალი გემშვიდობებით და გისურვებთ ძალიან დიდ წარმატებას. თქვენ ნათია შაი. დროებით.